ბიზნა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები აფასებენ. ვიქტორ დოლიძე ეთანხმება პრემიერის პოზიციას, რომ ალასანიასთვის უკეთესი იქნება თუ იგი გააგრძელებს ხოლო თავდაცვის მინისტრის რანგში მოღვაწეობას და მთელ დროს ამისთვის გამოიყენებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს ახალი ხელისუფლების მორგის სკანდალია, რომელიც კარგად აჩვენებს მთავრობაში არსებულ ვითარებას. Koalitsия სამესაფრთხე არ შეექმნება, მაგრამ ის რომ ბატონმა პრემიერმა და ბატონმა ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება მიიღეს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ იქნება მცირეოდენი ცვლილებები იმაში, თუ ვინ ამ მიმართულებით გაძლიერდება და იმუშავებს. ბატონი ირაკლი ალასანი არის გამოცდილი ახალგაზრდა კაცი კი არის, მაგრამ გამოცდილი არის საიმისო, თუ ასეთ ნაბიჯი არ გადადგას, მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება, რომ koalitsия იყო შენარჩუნებული, ეს koalitsия ყველას გვჭირდება. ირაკლი ალასანი რასაკვირველია კოალიციის წევრი რჩება, მას ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სამინისტრო აბარი ეს არის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ის ამ სამინისტროს ძალიან შთამბეჭდავად უძღვება. Koalitsიის შიგნით არის აბსოლუტური სიმშვიდე, ძალიან კარგია რომ ჩვენ უკვე მსჯელობთ ამ საკითხებზე, იმიტომ რომ არც თუ ისეთ ბევრი დრო დარჩა საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ბუნებრივია გუნდის შიგნით იქნება ამ საკითხზე დისკუსია. ამბიციები რომ რაღაცა აუცილებლად რაღაცა იმებს ფლობდე ბერკეტებს, გავლენის ბერკეტებს მე ვერ ვხედავ საერთოდ. ჩვენ გუნდში და კოალიციაში მთლიანად. მაგრამ თუ აი ამ კუთხიდან შევაფასებთ, მე ვფიქრობ, რომ თავდაცვის მინისტრის პოზიცია უფრო მეტ გავლენას შეიძლებს. ჯარს არ მართავს. რეფორმებს მართავს საკმაოდ სერიოზულს. ვფიქრობ, რომ ტრაგედია არ ხდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეფასებები მოყვა ექსპერტების მხრიდანაც. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო მოხელებმა პირველ რიგში სახელმწიფოზე უნდა იფიქრონ და არა პოლიტიკურ ამბიციებზე, შიდა პარტიულ დისციპლინასა და კოალიციაში ასთა შეუთანხმებლობაზე საუბრობს ექსპერტი სოსოცის კარიშვილი. ექსპერტის თქმით, როდესაც კოალიციის წევრი წარმომადგენლები სხვადასხვა შინაარსის განცხადებებს აკეთებენ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კოალიციაში გარკვეულ საკითხებზე ასთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგალითად, კარიშვილმა ხმალაძისა და ალასანიას განცხადებები მოიყვა და აღნიშნა, რომ კოალიციის წევრები თავად არ არიან შეთანხმებულები, როდესაც ისინი სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა მოდელებს განიხილავენ. კრიტიკა როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ მას უნდა კონდეს ამბიციები და მას ის უნდა უყურებდეს და იღწოდეს იმისთვის, მათ შორის რომ პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს, ეს თავისთავად ცხადია. თუმცა პრიორიტეტი მაინც უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულება და როგორც ჩანს მთავრობის ხდომაზე ამ თემაზე იყო მეგობრული საუბარი. რამდენადაც მე მივხვდი, გარკვეულწილად აქაც არის გარკვეული წითელი ხაზები, გამომდინარე იქიდან რომ ისინი პირველ რიგში უნდა ემსახურონ ქართულ სახელმწიფოს. წარმოჩინდა როგორც შეუთანხმებლობა თავად კოალიციის შიგნით. გარედან ეს ასე ჩანდა. როდესაც ბატონი ხმალაძე ლაპარაკობს ერთს, ბატონი ალასანია მეორეს და როდესაც ვიცით რომ თითოეული მათგანი საუბრობს რა პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, გულისხმობს სხვადასხვა მოდელს და ვიდრე მოდელი არ არის ჩამოყალიბებული და ამ თემაზე არ არის კონსენსუსი, საუბარი ინდივიდებზე მე მგონი უხერხულია როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან. შევახსენებდი ალასანიას, რომ მძიმე საუბრის შემდეგ არც ერთი თამოყარე მინისტრი თანამდებობაზე აღარ რჩება. ეს განცხადება პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ სააგენტო ინტერპრესთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ექსპერტის აზრით, კოალიცია ქართულ ოცნებაში იმ დონის უთანხმოება არსებობს, რომ კულუარებს მიღმა ის ვერ გადაწყდება. მისი თქმით, ბიზნა ივანიშვილი ალასანიასთან უთანხმოების მიზეზის სააშკარაოზე გამოტანის სწორად მოიქცა, რადგან მაშინ, როდესაც კოალიცია საპარლამენტო მოდელზე მუშაობს, თავისუფალ დემოკრატებს ტაქტის გამოჩენა მართებთ. გასაგებია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხის განხილვა პარტიაში მოხდა, მაგრამ ეს საქართველოს სადაც საიდუმლოების შენახვის კულტურა ჯერ არ არსებობს. ჩემი აზრით, პრემიერის განცხადება კიდევ უფრო შემწყნარებული და დელიკატური იყო ალასანიას განცხადებასთან შედარებით, როდესაც თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ძალზე მძიმე საუბარი ჰქონდა პრემიერთან. მე შევახსენებდი ბატონ ალასანიას, რომ ძალზე მძიმე საუბრის შემდეგ არც ერთი თამოყარე მინისტრი თავის თანამდებობაზე აღარ რჩება, აცხადებს სოსო ცინცაძე. თეატროლოგიანი ამბობს, რომ პრემიერს აქვს უფლება შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ესე თუ ის მინისტრის საჯაროდ გააკრიტიკოს. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას შეეძლო ყოფილიყო კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით. თეატროლოგიანი ამბობს, რომ პარტიის იმ სხდომასაც მსჯელობა საპრეზიდენტო კანდიდატზე მიმდინარეობდა თავად არ ესწრებოდა.
მე პარტიის იმ სხდომას, სადაც როგორც ჩანს ეს იყო განხილული, არ ვესწრებოდი. თუმცა ირაკლი ალასანიამ მე მკითხა ჩემი აზრი და მე ვუპასუხე, რომ თუ კი ის იქნებოდა კოალიციის ერთიანი კანდიდატი და იქნებოდა ეს შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, რატომაც არა. ეს იყო ჩემი პასუხი, მაგრამ იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან ეს შეთანხმებული, ეს ჩემთვის უცნობია და რა ტიპის აზრთა გაცვლა გამოცვლა შედგა თვითონ თავისუფალ დემოკრატებში იმ კონკრეტულ შეხვედრაზე თუ შეხვედრებზე მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ არც ერთ მათგანს არ ვესწრებოდი. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჩაიდენს შეცდომას, პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება მე გამკითხოს საჯაროდ.